დილამშვიდობისა. ესე იგი, კრიმინალზე მინდა დღეს ვილაპარაკო. ახლა ვკითხულობდი ისევ გაზეთს ვაშინგტონ DC-ის დედაქალაქის და ამას წინათ ესეთი რაღაცა მოხდა, რომ სპორტსინვალია ასეთი ქალაქი, იქ ვაშინგტონიდან ახლოს სამხრეთ დასავლეთში მე მგონი და იქ ვიღაცა ერთი ცოტა დალაგებული არ იყო. ვიღაც ტიპი მიადგა ორ ესპანელს ბენზინს ასხამდნენ და ესროლა ორივე დაჭრა. ხო და მე დაიწყეს გარკვევა და ისა hate crime არის, ანუ ესპანურულად ლაპარაკობდნენ და რაღაცა, ამიტომ ესროლაო და ყველა ძალიან გაკვირვებულები იყო თვითონ მის დაჭრას გადარჩენენ ეგენი, მაგრამ ესე იგი რაღაცა life sentence მიწევს კონი და სულ სამუდამო პატიმრობა რა იმას, იმიტომ რომ როგორც hate crime ისე გავიდა ეს ამბავი და რავი ეს ძალიან ესეთი საკვირველი ამბავი იყო, იმიტომ რომ უბრალოდ იმის გამო რომ ადამიანები ესპანურად ლაპარაკობენ. მაგრამ ამაზე უარესი ახლა გუშინ აგერ დღევანდელ გაზეთში შეწერა 2 დღის წინანდელი ამბავი. ახლა ისე კი არ მინდა გამომივიდეს რომ ადრე ის რა ქვია ესეთი იყო აკადემიკოსი არბატოვი ჩემთაობას ახსოვს და ეს იყო დირექტორი ამერიკის და კანადის ინსტიტუტის მოსკოვში და ესე იგი ყოველ რომელ ქუჩაზე რამდენი მათხოვარი იდგა და რამდენი ბომჟი ყველაფერს ჩამოთვლიდა ხოლმე და ყველა იმას რა ქვია პრობლემებს ხედავდა და ყველაფერს ამაზე ჰქონდა მაგას სულ ლაპარაკი და მუდმივად იყო ხოლმე აკადემიკოსი არბატოვი და მე უბრალოდ ახლა ესეთი რაღაცები რო ხდება უბრალოდ ანალიზისთვის და იმისთვის რომ თქვა შევადაროთ სიტუაციებს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემებია და უბრალოდ ძალიან საინტერესოა ამ შებარება. მე პირადად ვკითხულობ ხოლმე თქვა სად როგორ რა ხდება სხვა ქვეყნებში. უყურეთ ახლა რა მოხდა 2 დღის წინ, ესე იგი ასეთი რაღაცა რა ვიცი კინოშიც ალბათ იშვიათად ვერ ნახავ. ესე იგი 17 წლის ბეჭი იყო. მაგას 2 თან ამსონი ყავდა მე მგონი და ესე გაიტაცეს მანქანა. გაიტაცეს ღამის პირველ საათზე დაახლოებით. ეს გატაცებები ხშირად ხდება ვაშინგტონის მიდამოებში. ღამის პირველ საათზე გაიტაცეს. მერე აქ წერია ზუსტად დეტალები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვიდეოზეა დაფიქსირებული, კამერები ხო დგას. დაახლოებით 1:49 2 საათისთვის ღამის ვიღაცას მიადგნენ, ესე იგი თითკინაღამ დაეჯახნენ ამ მანქანით და მერე გაძარცვეს და ისა რა ქვია, დაარტყეს რა. მერე კიდევ 20 წუთის მერე კიდევ ვიღაცას მიადგნენ, ამასაც ურტყეს, წაართვეს ფული. მერე კიდე მესამეს ასეთი რაღაც გააკეთეს და ბოლოს უკვე 4 საათზე დილის დაახლოებით იგივე გატაცებული მანქანით დაეჯახნენ სპეციალურად 55 წლის კაცს, მოკტა ეს კაცი და ფული წაიღეს. ანუ რაც ქონდა საფულე და ოჯახი გაგეჟებული რაღაც იმპულსი სიდაც მიცემდაო რომ ახლა რომ მიადგებოდნენ და რა თუნდა და მოკლა და დაჯახებაო ხო? აი მართლაც საშინელება, ანუ ეს ადამიანები ახლა წარმოვიდგინეთ ეს 300 ცხოველიც არის ამს, ესე იგი კლავენ ახლა გასაგებია რომ შეიძლება იმას მოკლა არც უნდა, მაგრამ ეჯახებიან რა, ესე იგი მაღალი სიჩქარით ადამიანს რომ წაართვან ფული და ესე იგი ასეთი რაღაცა ეს ასეთი არ ვიცი მე არსად არ გამიგია ეგეთი რამე რა საერთოდ ესეთი კრიმინალი და ზუსტად ამიტომაც არის რომ დღესდღეობით აი ადამიანები რატო თავიდანვე რატო დაუჭირეს ხარი ამ ახალ პრეზიდენტს რომ ამის იმედი აქვს რომ ეს კრიმინალი გამოსწორდება და ამას დიდი დრო დაჭირდება, ამიტომ რომ რა ვიცი აი ესეთი აღიარახსნილობა მე საერთოდ არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეგეთი ჯერ გატაცებები ძალიან ხშირი მანქანები და მე ეს უკვე კლუბაზე მედიან რა.